წიგნში წმინდა მეომრების შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში გადმოცემულია წმინდა მეომრების იკონოგრაფია, ლიტურგიკული და სახვითი ტრადიცია საქართველოში. მონოგრაფიულ ნაშრომს 5 ავტორი ჰყავს, მათ შორის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ეკატერინე გედევანიშვილი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ალექსიძე. წმინდა დიდმოწამე გიორგი, წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი, წმინდა მოწამე თევდორე სტრატილატი და წმინდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა. ეს იმ წმინდა მეომრების ჩამონათვალია, რომლებზეც წიგნშია მოთხრობილი. მონოგრაფიული ნაშრომი მოიცავს 5 თავს და ძირითადად განიხილავს უმთავრესი წმინდა მეომრების, ესენი არიან წმინდა გიორგი, წმინდა დიმიტრი, წმინდა თევდორე ტირონი და თევდორე სტრატილატი, წმინდა ევსტათე პლაკიდა. ამ ნაშრომს ახლავს შესავალი თავი, რომელიც არის დაწერილი ნიკოლოზ ალექსიძის მიერ, რომელიც გულისხმობს კულტის ფორმირების ისტორიას, როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში და აქვს ერთი დამასრულებელი თავი, რომელიც ეკუთვნის ნიკოლოზ ალექსიძეს და ქეთევან მამასახლის და ეს თავი იხილავს წმინდა მხედრების ლიტურგიკულ ტრადიციას საქართველოში, მათი ხსენების ტრადიციას და ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ასახვის ტრადიციას. ეს არის ერთგვარი ინტერდისციპლინური კვლევა, სადაც რა თქმა უნდა ფოკუსი არის ხელოვნებათმცოდნეობით ასპექტზე, მაგრამ ასევე ლიტერატურულ, ისტორიულ და სხვა ასპექტებზე, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება ყოვლისმომცველი, რაც შეიძლება ამომწურავი, თუმცა ალბათ შეუძლებელი არის, მაგრამ ამავე დროს რაც შეიძლება ადვილად ხელმისაწვდომი არასპეციალისტისთვის. ანუ ჩვენ გვინდა რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს, მათ შორის სტუდენტები, მათ შორის სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც უნდა გაიცნონ ამ შევა მათთვის უცნობ სფეროს. მონოგრაფიული ნაშრომის წარდგინება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე ავტორებმა სამუშაო პროცესი გაიხსენეს და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. წიგნის სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა, საზოგადოება ივერიისას და ფარიგის მხარდაჭერით გამოიცა. თავმოყრილი არის ამ წიგნში ძალიან უნიკალური, სრულიად მთელი სისავსით წარმოდგენილი მასალა სახვითი ხელოვნების, შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების ყველა სფეროში თავმოყრილი. წიგნის გამოცემა და მომზადება დაფინანსებული არის შოთა რუსთაველის ფონდის მიერ და შესრულებული არის ჩვენი მეცნიერ თანამშრომლების ავტორობით. ეს გახლავთ ეკატერინე გედევანიშვილი, მთავარი ავტორი და ასევე თამარ დადიანი და ირმა მამასახლის. ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა დაწესებულებებთან, ქვეყნის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან და ერთ-ერთი თანამშრომლობის შედეგი არის დღეს წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, ეს ძალიან ინფორმატიულია, ამავე დროს ძალიან მარტივად იკითხება და ფართო საზოგადოების, ფართო მომხმარებელს საშუალება ექნება ეზიაროს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ჩუბინაშვილის ცენტრი მოგეხსენებათ არის ეს მთავარი დაწესებულება, რომელიც შეისწავლის საქართველოს ძველ შუა საუკუნეების ახალ ხელოვნებას და შესაბამისად მზადდება პუბლიკაციები, რაშიც ძალიან გვეხმარება რუსთაველის სახელმწიფო ფონდი, იმიტომ რომ ჩვენი სახსრები ამისთვის არ გაგვაჩნია. და მე მგონია ეს მეომრების გამოსახულებები და მეომართა თემა ქართულ ხელოვნებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მიულოცო ქალბატონ ეკა გედევანიშვილს ეს წარმატება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომის პრეზენტაცია. მოგეხსენებათ, რომ წიგნი ეძღვნება წმინდა მხედრებს. ორი წიგნია, ინგლისურად და ქართულად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ჩვენი ქართული დამოკიდებულება ხელოვნებისადმი და ზოგადად წმინდა მხედრებისადმი იქნება საჯაროვებული საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა მხედრები ეწეოდენ მას ამ ღვაწლში და კიდევ ბევრჯერ შეეწევიან. იმიტომ რომ ქართველებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს მხედრობის როლის ხაზგასმა.
წიგნი წმინდა მეომრების შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში ქართულ და ინგლისურ ენაზეა გამოცემული. მონოგრაფიული ნაშრომის ელექტრონული ვერსია ყველასათვის ხელმისაწვდომია.